სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს კომპანიაში ამბობენ რომ ბუნებრივი აირისწვისას სუნი რომელიც მოსახლეობამ დღის განმავლობაში იგრძნო ან შესაძლოა იგრძნოს ოდორიზაციის ანუ აირში სპეციალური ნივთიერების ოდორინტის დამატების შედეგია. Როგორც კომპანიაში ამბობენ გაჟონვის შესახებ პირველი ინფორმაცია კომპანიის ცხელხაზზე ქალაქის რამდენიმე მისამართიდან დღის 2 საათზე მიიღეს, რის გამოც გაჟონვის წერტილების დასაზუსტებლად გადაწყვიტეს აირში ოდორანტის შემცველობა გაეზარდათ, რამაც სუნი უფრო საგრძნობი გახადა. აქ ასევე ამბობენ, რომ დანაკარგი უმნიშვნელოა და საშიშროებას არ წარმოადგენს. ექსპლუატაციის დარგში კომპანიის აჭარის ფილიალის კონსულტანტის გურამ მოდებაძის თქმით, გადამოწმების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. მისივე თქმით, სუნი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, თუმცა დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ოთახის განიავებას ურჩევს. გაჟონები არის ძალიან მცირე სახის, მაგრამ რადგანაც ეს ოდორიზაცია გაძლიერებულია, გრძნობს ამას მოსახლეობა და ამიტომ გახშირდა ეს ზარები. ცოტა ხნის უკან მქონდა საუბარი, იკლო ამ გაჟონებამ, მინდა გითხრათ, იკლო ამ მოსახლეობის პრეტენზიებმაც, მე ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ეს ზარი, ნებისმიერი ზარი ფიქსირდება ჩვენთან, აუცილებლად ეს მოსახლეობა რომელსაც ამ მოსახლეობას რომელსაც პრობლემები აქვს, უყურადღებოდ არც ერთი არ დარჩება. ვფიქრობთ, რომ ხვალამდე ეს პრობლემები ამოიწურება.